მოგესალმებით, მეგობრებო, გადავწყვიტე მეჩვენებინა თქვენთვის ესე რომ თან რომ წერ და თან ვიდეოს ვიღებ და თან ორ სიტყვას ვეთქვით. რა ვიცი, მომილოცოთ შეგიძლიათ ერთი მოსწავლე უკვე შევიძინე, რაც რომ ძალიან მახარებს მე პირადად. და რა ვიცი, რა წარმატებები გვისურვეთ, ავდგებით და ვისწავლით ხარწერას. და იქნება ძალიან მაგარი, რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წავა, ხანდახან ეს YouTube ცოტას. ავიწროვებს ხოლმე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ წეგან ეხლა ჩვეულებრივი ვიდეო გადავიდეთ. დამიბლოკეს ეს ვიდეო. აი, მე რამდენიმე ვიდეო დამიბლოკეს და რაღაცას წერენ იქ რაღაც ავტორ უფლებები, რაღაცები მეგობრებო, ამ რაღაცაში და არ ვიცი, თუ ვინმე მისით რატო ბლოკავენ ვიდეოებს, იქნებ მითხრათ, რომ ისე აღარ გავაკეთე რა. და შესაბამისად რაღაცა შესაბამის ნაბიჯებს გადავდგავ, რომ იმ შეცდომას აღარ დავუშვებ, თუმცა არ ვაღიარებ, იმიტომ რომ რა ვიცი, რა შეცდომა დავუშვებ, ჩვეულებრივი ვიდეოები გადავიღე. აი, წინა ვიდეო იყო, აი ამ ფორმატის ესე ვხატავდი და ჩემთვის რაღაცებს ვიხმურებ, ეხლა ვყვედობდი. და რა ვიცი, რა დაუშავე, აბა ესე რომ მიბლოკავენ ვიდეოებს. გამოგვიწერეთ, მეგობრებო, ვისაც მოგწონთ ხარწერა, გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა ვიცი, უფრო და უფრო ბევრი გავხდებით და რა ვიცი, ბევრი ადამიანი ისწავლის ხარწერას და რა ვიცი, უფრო და უფრო განვითარდებით. ვისაც მოგწონთ ჩვენი გვერდი, გამოიწერეთ, მეგობრებო, ჩვენი არხი. მადლობა წინასწარ, უფალი შეგვეციოს ყველას, რა ვიცი, გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას, ყველაფერს საუკეთესოს. ჭიქაღა მაკლია ახლა ხელში. არა, ხუმრობა იქით იყოს, მართლა ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფალთან ერთობას, რაც უფრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე და უფალთან თუ ვიქნებით, პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები, არავის არ ვარიგებ, უბრალოდ აზრია ჩემი და რჩევა ყველას. უფალთან თუ ვიქნებით, ჩემი აზრით ყველაფერს მოგცემს ღმერთი, ყველაფერს. სამწუხაროდ გადაუხოთ ხოლმე გზას რა, პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი, მაგრამ კარგი ისაა, რომ მაინც ადამიანები ვინანიებთ და ვბრუნდებით რა. მოკლედ, დროს აღარ ვილაპარაკებ, წარმატებები ყველას და რა ვიცი, მაინც შეგვეციოს, გამოიწერეთ ჩემი არხი.